დილა მშვიდობის შესრულდა 11 საათი და გაცემა დღის ნიუსრუმი ბრუნდება პირდაპირ ეთერში. მე ვალიალა ბაღდავაძე. დღეს საქართველოსთან ერთად მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებზე ვისაუბრებთ. შევაფასებთ ისრაელ-ირან შორის 12 დღიანი ომის შედეგებს, ისე როგორც ჰააგაში გამართული ნატოს სამიტის შედეგებს. ვისაუბრებთ რუსეთის დანაშაულების გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე, რაზეც გუშინ გაფორმდა შეთანხმება უკრაინასა და ევროპის საბჭოს შორის და ვისაუბრებთ მეზობელ სომხეთზეც, სადაც პრემიერი ფაშინიანი და პატრიარქი გარეგინ მეორე, ასე ვთქვათ, გადაეკიდნენ ერთმანეთს. მაშასე ვალერი ჩეჩელაშვილია ჩვენი პირველი სტუმარი და ის ზუსტად 1 წუთში გვერდება, იქამდე კი ეთერი დაუთმოთ ბოლოს სიახლეებს. დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება სახელწოდებით საქართველოში პოლიტიკური დევნის წინაშე მყოფი პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდება. დებატები თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაზრახ-მკვლელობის ბრალდების ცხელკვაზე 2 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 25 ივნისს ლაგვიდეღის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალაში აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე ამავე ბაზარში ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელი 1975 წელს დაბადებული პირი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია შიდა ქართლის რეგიონში რამდენიმე ლოკაციაზე მოსახლეობის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი ქალაქ კასპისა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების იგოეთისა და მრგვალი-ჭალის წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციას, ასევე ქალაქ ქარელისა და გორის წყალმომარაგების მაგისტრალური მილების, წყლის სათავე ნაგებობისა და სადგურის დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას მოიცავს. მაშასე ეს არის დღის ნიუსრუმი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, რამდენიმე ქვეყანაში საქართველოს ყოფილი ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილია ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატო ვალერი და მადლობა რომ გვესტუმრეთ. ბატო ვალერი, დღეს მსოფლიო პოლიტიკით უნდა დავიწყოთ საქართველოს პოლიტიკური პერიპეტიების ფონზე. ბოლო დღეების განმავლობაში ცოტა მოვაკელით ყურადღება გლობალურ პროცესებს, ამიტომ დღეს პირიქით ჯერ მსოფლიო და შემდეგ უკვე საქართველო და აი პირველ რიგში ისრაელ-ირან შორის იმ საომარი მოქმედებების შედეგები, ასე ვთქვათ, შევაფასოთ, რაც ჯამში საკმაოდ მოკლე პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა და რაშიც ამერიკის შეერთებული შტატებიც აღმოჩნდა ჩართული. აი დღეს დილით ვკითხულობდი შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის განცხადებას, რომელიც ამბობს, რომ მოიპოვეს სანდო მტკიცებულებები, რითაც დასტურდება ირანის რამდენიმე მნიშვნელოვანი ბირთვული ობიექტის განადგურება. რამდენად სანდო და ზუსტი შეიძლება იყოს ამერიკული მხარის ინფორმაცია და მეორე მხრივ ირანი ბირთვული ობიექტების გარეშე რა რჩება? მე მგონი ჩვენ არა გვაქვს საფუძველი რომ არ ვენდოთ ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის უფროსის განცხადებას, მაგრამ აქ მეორე კომპონენტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. შეერთებულმა შტატებმა ისრაელთან ერთად ძალიან კარგად დაადასტურა ის, რომ საჭიროების შემთხვევაში შეუძლია უმალ მიიტანოს ძალიან სერიოზული იერიში ირანის ბირთვულ ობიექტებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა ხარისხის დაზიანება მიიღო ირანმა, ეხლა მას დასჭირდება სერიოზული დაფიქრება, იმასთან დაკავშირებით გააგრძელოს თუ არა საკუთარი ბირთვული პროგრამები, იმიტომ რომ ერთხელ უკვე, ასე ვთქვათ, კარგად დაინახა რა შეიძლება ამას მოყვეს. ეხლა ზოგადად რა მოხდა ამით? სერიოზულად შეიცვალა ძალთა ბალანსი არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ გლობალურად. ახლო აღმოსავლეთში ახლა ჩანს, რომ გაცილებით გამყარდა ამერიკის შეერთებული შტატების და ისრაელის პოზიციები. ალბათ ეს გამოიწვევს აბრაამის ხელშეკრულებების დინამიკის, ასე ვთქვათ, განვითარებას და ვფიქრობ, რომ ახლა ყალიბდება სერიოზული საფუძველი საიმისოთ, რომ ახლო აღმოსავლეთში დამყარდეს რეალურად სტაბილურობა და მშვიდობა. გლობალურ კონტექსტში ეს იმას ნიშნავს, რომ შესუსტდა რუსეთი და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ერთ-ერთი უმთავრესი მეკავშირე ირანი ვეღარ მიაწვდის მას ბალისტიკურ რაკეტებს და დრონებს, არამედ იმიტომაც, რომ მისმა მეკავშირეებმა კარგად დაინახეს, რომ კრიტიკულ მომენტში რუსეთს პრაქტიკულად არანაირად არ ძალუძს დაეხმაროს საკუთარ პარტნიორებს. და ვფიქრობ, ამას ირანიც არ დაივიწყებს. და შესაბამისად
გლობალურ კონტექსტშიც, რაც რის გამოვლენებაც იქნება აუცილებლად დემონსტრირებული რუსეთ-უკრაინას ომის კონტექსტში, ჩვენ დავინახეთ, რომ რუსეთი სუსტდება, ამერიკა ძლიერდება, რაც გვაძლევს იმის უფლებას, რომ ვიწინასწარმეტყველოთ ასევე უკეთესი დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში. რუსეთ-უკრაინის ომამდე მივალთ და რამდენიმე კითხვა მაქვს, რომლის დასმასაც ვაპირებ თქვენთვის, იქამდე ისევ ირანთან დაკავშირებული საკითხი რომ გავაგრძელოთ. ხა ირანი ნავთობით და ბუნებრივი აირით მდიდარი, აზიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელმწიფოა, ხო, ჩინეთის, რუსეთის და ინდოეთის შემდეგ, ანუ ირანს შეეძლო ყოფილიყო მსოფლიოს ერთ-ერთი მდიდარი ქვეყანა, თუმცა აი ეს რელიგიურმა ფანატიზმმა თუ რა ვიცი სხვა პრობლემებმა მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, რაც სანამდეც მიიყვანა. ისტორიაც მინდა გავიხსენოთ. აი როგორ შეცვალა ირანი რაღაცა თეოკრატიულმა რეჟიმმა ბოლო 10 წლების განმავლობაში და რამდენად არის ირანის იზოლაციის დასრულების გასაღები სწორედ იმ სახელისუფლებო სისტემის ჩამონგრევაში, რომელსაც მართავს ახლა ყოველ შემთხვევაში რელიგიური ჯგუფი. ხო, ну რეალურად 46 წლის წინ 1978-ში მოხდა ეს ისლამური რევოლუცია, რის შემდეგაც ირანი, ასე ვთქვათ, გახდა ის ირანი, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ ახლა, მაგრამ დღეს მე მგონი ამ ომის შედეგად რეალურად შეიცვალა ვითარება. ჯერ ერთი მე ახლა არ გახლავართ ირანის სპეციალისტი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამან გამოიწვია ამ ომმა ასევე ამ რეჟიმის დასუსტება შიგნით ირანში. მეორე ის, რომ რუსეთთან დაკავშირებით სერიოზული იმედგაცრუება გამოიწვია ირანში ამ ომის შედეგებმა. შესაბამისად, ეხლა მე ვფიქრობ, ყველაზე რაციონალური მიდგომა, რაც შეიძლება გვაჩვენოს ჩვენ ირანის ხელისუფლებამ, არის ის, რომ ხელი მოაწეროს ბირთვული გარიგების შეთანხმებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მოიხსნას სანქციები, ის ნამდვილად არის ერთ-ერთი უმთავრესი მარაგის მფლობელი, როგორც გაზის, ასევე ნავთობის. და სხვათა შორის ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაც ეს არის, რომ გაძლიერდეს მიწოდება ნავთობის საერთაშორისო ბაზრებზე და ფასი დაეცეს და ირანი ერთდროულად ორ კურდღელს მოკლავს ამ გადაწყვეტილებით. ერთი, მას მიეცემა საშუალება, რომ ცხოვრების დონე აამაღლოს ირანში და გაანეიტრალოს ის ნეგატიური განწყობები, რაც ახლა არის ქვეყანაში რეჟიმის წინააღმდეგ და მეორე, ირიბად, მაგრამ ძალიან მტკივნეულად დაარტყას რუსეთს და დასაჯეს. აი რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ ირანის ხელისუფლება ამ ყველაფერზე არ წავა? ანუ რამდენად შეიძლება მივიდეს ეს პროცესი ირანის ხელისუფლების დამხობამდე? ხა თავად დონალდ ტრამპი ირანის რეჟიმის ცვლილების შესაძლებლობის საკითხზე ასეთ რამეს ამბობდა ყოველ შემთხვევაში გასულ კვირას, თუ ირანის ამჟამინდელი რეჟიმი ვერ ახერხებს გახადოს ირანი კვლავ დიდებული, რატომ არ უნდა მოხდეს რეჟიმის შეცვლა? მეორე მხრივ, დასავლური მედია წერდა, რომ ირანის უმაღლესი სულიერი ლიდერი, რომელიც გასულ კვირას საომარი მოქმედებების ფონზე ბუნკერში იმყოფება და მემკვიდრეს არჩევდა. შესაბამისად, აი იმ ფონზე, როდესაც დუღილის ტემპერატურა ახლა ყოველ შემთხვევაში დღეისთვის შედარებით ჩამცხრალია, რამდენად მაღალია შანსი, რომ აი ეს ირანის სულიერი ლიდერი იპოვონ, მისი რეჟიმი კი დაამხო. ну, ეხლა თუ ჩვენ ის გავითვალისწინეთ ის გარემოება, რომ დაიწყება დიპლომატიური მოლაპარაკებები არსებულ რეჟიმთან, იმიტომ რომ სხვასთან ვისთან დაიწყებს ამერიკის შეერთებული შტატები მოლაპარაკებებს და იმის შანსი, რომ ეს წარმატებით დასრულდეს, არის საკმაოდ მაღალი. შესაბამისად, ამ ხელშეკრულების დადებით, ნებსი თუ უნებლიეთ ამერიკის შეერთებული შტატები ხელს შეუწყობს ირანის ახლანდელი რეჟიმის გამყარებას. და შესაბამისად, ამის შემდგომ სანქციების მოხსნის შედეგად, თუ ნავთობი გაიტანა, რაც ასევე არის ამერიკის შეერთებული შტატების და ზოგადად მსოფლიოს ინტერესებში ნავთობის ფასების რეგულირება და ასე ვთქვათ, ტენდენცია ამ ფასების შემცირების, ხო, მაშინ ესეც ხელს შეუწყობს რეჟიმის გამყარებას. ამიტომ მე სიმართლე გითხრათ, არ ვიცი ხა რამდენად ძლიერია ის მუხტი, რომელიც შიგნით ირანის საზოგადოებაში არსებობს ამ არსებული რეჟიმის საწინააღმდეგოდ, მაგრამ მე ჩემი გადასახედიდან ხედავ, რომ ეხლა აქვს შანსი გადარჩენის ამ რეჟიმს და უფრო მეტიც
საშუალოვადიან პერსპექტივაში მაინც ნავთობის გაყიდვების გაზდის ფონზე და შესაბამისი რესურსების აკუმულირების. ახლა მეორე საკითხია, რამდენად წიგნიერად გამოიყენებენ ამ ახალ რესურსებს, მაგრამ იმის შესაძლებლობა, რომ შეინარჩუნონ ხელისუფლება, ნამდვილად დღეს აიატოლებს გააჩნიათ. კი ბატონო. ბატონო ვალერ, რადგან ისრაელ-ირანს შორის ესე ვთქვათ მომხდარ საომარ მოქმედებებზე ვსაუბრობთ, ის ვიდეო ასე ვთქვათ ჩანაწერებიც, ვიდეო კადრებიც მინდა აღწეროთ, რომელიც თეთრი სახლის სიტუაციურ ოთახში შექმნილ სიტუაციას ასახავდა. დონალდ ტრამპი მისი წითელი კეპით, რომელზეც ამერიკის კვლავ დიდებულად ქცევის ლოზუნგი იყო დატანებული. აი რას ეუბნებოდა არა მხოლოდ ირანს, არამედ მთელს მსოფლიოს, ესეც მინდა გკითხოთ და ნახეთ, რომ ლაივში, ეგრეთ წოდებულ ლაივში უყურებდა ხო დონალდ ტრამპი ირანის ბირთვული ობიექტების განადგურებას. ეს არის იმის დემონსტრირება, რომ ამერიკა ბრუნდება საერთაშორისო ურთიერთობებში როგორც აქტიური მოთამაშე, როგორც მოთამაშე, რომელსაც შეუძლია ძალიან სწრაფი და გაბედული გადაწყვეტილებების მიღება. ანუ ის საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკა იზოლაციონისტურ პოლიტიკას დაიწყებს და შესაბამისად მას არ აინტერესებს სოფლიოში რა ხდება, არამედ ამერიკა პირველ რიგში. ეს საუბრები დასრულდა, ამერიკა შეინარჩუნა და გააძლიერა საკუთარი ადგილი საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში, როგორც ნომერ პირველმა გლობალურმა მოთამაშემ და განამტკიცა საკუთარი პოზიციები და შესაბამისად ამ პოზიციებიდან დაელაპარაკება ახლა ტრამპი ყველა დანარჩენს. არა მხოლოდ ირანის ხელმძღვანელობას, არამედ ყველა თავის პარტნიორებს, თუ თავის მოწინააღმდეგეებს და ამიტომ ვფიქრობ, რომ ტონი მისი ურთიერთობების პუტინთანაც აუცილებლად შეიცვლება. ყოველ შემთხვევაში ის კადრები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, იყო იმის დადასტურება და იმის დემონსტრირება, რომ ამერიკა აქ არის, ამერიკა ბრუნდება და ამერიკა იქნება ძლიერი საერთაშორისო. აი რა, როდის შეიძლება ველოდოთ ტრამპის ტონის შეცვლას პუტინთან მიმართებაში, იმიტომ რომ აი კიდევ ერთ ომზე რომ გადავიდეთ რუსეთ-უკრაინის რომს გულისხმობ დონალდ ტრამპი ღიად ამბობს უკვე რომ გაკვირვებულია, რადგან ეგონა რომ ამ პრობლემას მარტივად მოაგვარებდნენ, თუმცა ამავე დროს ტრამპი ისევ ფიქრობს, რომ პუტინს უნდა ომის დასრულების თაობაზე შეთანხმების მიღწევა. შესაბამისად, მე თქვენთვის მინდოდა მეკითხა, რატომ არ არის ტრამპი ისეთივე ხისტი, როგორც მაგალითად ირანის მიმართ იყო. ეხლა არ გულისხმობ იმას, რომ მაინც რაკეტები უნდა გაუშვას მოსკოვის მიმართულებით, მაგრამ აი ვერბალურ დონეზე მაინც რატომ არ ამკაცრებს სათქმელს. როდის უნდა ველოდოთ? კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ ტრამპის მხრიდან ველოდოთ პუტინის მისამართი ტონის შეცვლას? მაშინ, როდესაც პუტინმა გახსოვთ დაურეკა ტრამპს და შესთავაზა შუამავლური, ასე ვთქვათ, თავისი სერვისები ირანთან დაკავშირებით, საკმაოდ ხისტი პასუხი მიიღო. რომ აქ შენ არაფერი არ გესაქმება, მიხედე რუსეთს. ამიტომ ჩვენ პრინციპში უკვე ეს ტენდენცია, ამ ტენდენციის დასაწყისი უკვე დავინახეთ. ამასთან ერთად მისი განწყობა ზელენსკის მიმართ გაცილებით გაუმჯობესდა და ამის დადასტურება იყო მათი ბოლო შეხვედრაც ჰააგაში, ნატო სამიტის ფარგლებში და მე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა ჩვენ ეს ამ ტენდენციის გაძლიერებას ჩვენ ვიხილავთ მომავალში და როგორც აღნიშნე, ეს უკვე ხილულიც არის და რაც მთავარია, ობიექტურად შესუსტდა რუსეთის პოზიციები, მისი ერთ-ერთი უმთავრესი მხარდამჭერის ირანის მარცხის შედეგად. სხვათა შორის, რომელთანაც დაკავშირებით ვერანაირი, ასე ვთქვათ, ქმედითი ნაბიჯები რუსეთმა ვერ გადადგა და ვერანაირი დახმარება ვერ აღმოუჩინა. კარგი, ბატონო ვალერ, ნატო სამიტის შედეგებსაც მინდა რომ გადავხედოთ, აი დასრულებულია სამიტი, რომელიც 2 დღის განმავლობაში იმართებოდა ჰოლანდიაში, ხო, ჰააგაში. როგორც ცნობილი ხდება, ნატოს წევრები თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე შეთანხმდნენ სამიტის დეკლარაციის მიხედვით, მოკავშირეები 2035 წლისთვის ყოველწლიურად თავდაცვის ძირითად საჭიროებებზე მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ს ჩადებენ. ეს გაწყვეტილება რამდენად უზრუნველყოფს იმას, რომ ნატო იყოს იმაზე ძლიერი, ვიდრე დღეს არის და ზოგადად აი ეს ნატოს 5-პუნქტიანი დეკლარაციაც რომ შეაფასოთ. მე საერთოდ ძალიან იშვიათად მინახავს ასეთი მოკლე
და ასეთი იდეებით დახუძვლული და ასეთი ძლიერი დეკლარაცია, რომელიც ეს 5 პუნქტიანი დეკლარაცია, რომელზეც ახლა თქვენ ბრძანეთ, ჯერ ერთი ვნახოთ რას ნიშნავს ეს 5%. კრეციტის შიდა ეროვნული პროდუქტი ნატოს ქვეყნების არის დაახლოებით 60 ტრილიონი დოლარი. ეს ნიშნავს, რომ 5% შესაბამისად არის 3 ტრილიონი დაახლოებით 3 ტრილიონი დოლარი, ხო? ეხლა რუსეთის ის რო გავიხსენოთ წლევანდელი ბიუჯეტი სამხედრო, ეს არის 155 მილიარდი დოლარი. ამიტომ გასაგებია ხო რა რესურსულ ბაზასთან აგვაქვს საქმე. ეს ერთი. მეორე, ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ადრე ეს ტრამპის თანმიმდევრული პოლიტიკა იყო, რომ სამხედრო ხარჯები უნდა გაიზარდოს, ის თავის დროზე ლაპარაკობდა 2%-ზე, ამ 2%-თან დაკავშირებით ძირითადად უმრავლეს ევროპულ ქვეყნებს ჰქონდათ სერიოზული პრობლემები, მაგრამ ეხლა არანაირი პრობლემა ამ 5%-თან დაკავშირებით არ იყო, რაც ნიშნავს იმას, რომ ევროპამ კარგად გაითავისა ის საფრთხეები, რომელიც მომდინარეობს პირველ რიგში რუსეთის მხრიდან და ეს კონსენსუსურად ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ეხლა ამის ფონზე არ არის გასაკვირი, რომ იგივე დეკლარაციაში პირდაპირ არის ეს ნახსნელები, რომ მთავარი საფრთხე ნატოს სივრცის მიმართ არის მომდინარეობს რუსეთიდან, ესეც ძალიან კაპიოთ არის ჩაწერილი. შესაბამისად, ეს ჩანაწერიც იმოქმედებს ტრამპის მოლაპარაკებების ტონზე პუტინთან, რა თქმა უნდა, და კიდევ ერთი ის, რომ სოლიდარულად დაადასტურეს, ახლა არ მახსოვს რომელი პუნქტი რომელი იყო, მაგრამ სოლიდარულად დაადასტურეს ის, რომ გააგრძელებენ თანმიმდევრულ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ ამ ომში, რომელსაც რუსეთი მის წინააღმდეგ აწარმოებს და თან დახმარების თანხებს გაწერენ საკუთარ სამხედრო ბიუჯეტებში. ეს არის პრაქტიკულად იმის გარანტია, რომ უკრაინა უკვე გრძელვადიანად არის გარანტირებული რესურსულად, რომ გაუწიოს წინააღმდეგობა რუსეთს და ამის ფონზე რუსეთს თავისთავად ექმნება ძალიან სერიოზული მაყოფილია თვითონ ზელენსკი, რომელსაც არაერთი შეხვედრა ჰქონდა, ის იმყოფებოდა ჰააგაში, არაერთი შეხვედრა ჰქონდა როგორც ევროპელი ლიდერებთან, ისე პრეზიდენტ ტრამპთან და ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინამ მზად არის ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემები შეიძინოს, ისე როგორც განიხილება ევროპასთან დრონების ერთად წარმოების პოტენციალი. რამდენად არის ის ყველაფერი, რაც თქვენს ჩამოთვალეთ, რასაც ზელენსკი ამბობს, ის მაქსიმუმი, რომლის წამოღებაც უკრაინის პრეზიდენტს ჰააგიდან შეეძლო. მე ვფიქრობ, ეს არის ნამდვილად მაქსიმუმი. მაქსიმუმი შეიძლება ყოფილიყო ის მაგალითად, რომ დაბრუნდებოდა დისკუსია ნატოში, როდის გახდება უკრაინა ნატოს წევრი, მაგრამ ჩვენ ვიცით, როგორი პოზიცია აქვს პრეზიდენტ ტრამპ და ძალიან კარგია, რომ უკრაინის დიპლომატიამ ეს საკითხი გადადო გვერდზე. არც არანაირი მნიშვნელობა ეხლა ამას არ აქვს. თავარი არის ის, რომ იყოს რესურსებით უზრუნველყოფილი უკრაინა და უკრაინამ გაიმარჯვოს ამ ომში, რომელსაც ამ ბარბაროს ომს აწარმოებს რუსეთი მის წინააღმდეგ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თვითონ ეს საუბარიც ზელენსკის ტრამპთან იყო ძალიან კარგი, ორივე მხრიდან შეფასებები იყო ძალიან პოზიტიური და ეს პატრიოტის სისტემების შეძენის შეთავაზება ტრამპის მიმართ, ანუ მე ვერ ვხედავ ვერანაირ საფუძველს, რატომ უნდა ეთქვას ვარი, ასე ვთქვათ, ამერიკის მხრიდან ამ სისტემების მიყიდვაზე, იმიტომ რომ ეხლა ტრამპი შეიძლება ბევრ რამეში ტრამპს არ დაეთანხმო, მაგრამ ფულის თვლა ბატონმა ტრამპმა ძალიან კარგად იცის და რაც შეეხება რესურსებს, ეს უკვე ასე ვთქვათ სახეზეა, ერთ სისტემას აფინანსებს, ერთ სისტემის შესყიდვას აფინანსებს გერმანია და მეორე სკანდინავიური ქვეყნები. კი ბატონო, გასაგებია. ბატონ ვალერი, ისე უკრაინა და ამჯერად ევროპის საბჭოსთან მიღწეული შეთანხმება რუსეთის აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის შეიქმნა სპეციალური ტრიბუნალი, შესაბამის შეთანხმებას სტრასბურგში გუშინ მოეწერა ხელი ვოლოდიმირ ზელენსკის და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეს მხრიდან. როგორც ითქვა, სპეციალური ტრიბუნალი შესაძლებელს გახდის გამოძიების ჩატარებას რუსეთის სახელმწიფოს უმაღლესი პირების წინააღმდეგ, რომლებიც როგორც წესი პერსონალური იმუნიტეტით არიან დაცული, თუმცა განაჩენის გამოტანა მხოლოდ მათ მიერ თანამდებობების დაკარგვის შემდეგ გახდება შესაძლებელი. აი შეაფასეთ სპეციალური ტრიბუნალის შექმნის თაობაზე მიღწეული შეთანხმებაც, მიუხედავად იმისა, რომ ის პუტინის თუ რუსეთის სხვა მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობას მყისიერად ვერ დააყენებს.
ნუ მე ვფიქრობ ეს არის ძალიან სერიოზული და ძლიერი ნაბიჯი გადადგმული სწორი მიმართულებით. ეს ნიშნავს იმას, რომ პუტინი და მისი გარემოცვა უფრო და უფრო იქცევიან რაღაც ბლოკადაში. ნუ შეიძლება რაღაც კომფორტულად იგრძნონ თავი, რა თქმა უნდა, მოსკოვში, ვიდრე ხელისუფლებაში არიან ან მინსკში, ან პეკინში. მაგრამ ძირითად დედაქალაქებში ვეღარ ჩავა პუტინი. ისევე როგორც აქამდეც უკვე გადაწყვეტილი, მას შემდეგ რაც ორდერი იქნა გაცემული 2 წლის წინ 17 მარტს მისი დაკავების, ხო, მაინც და მაინც თავისუფლად ვერ მოძრაობს, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ასე ვთქვათ, ხდება შემდგომი ძალიან ძლიერი მსოფლიო თანამეგობრობის კონსოლიდაცია უკრაინის სასარგებლოდ და პუტინის წინააღმდეგ. ეხლა ბევრმა შეიძლება თქვას, რომ მე რა ამას სიმბოლური ხასიათი აქვს, მაინც ვერასდროს ვერავის ვერ გაასამართლებს, მაგრამ ჩვენ ამისთანა მაგალითები ისტორიული უკვე გვაქვს, გავიხსენოთ მილოშევიჩი. როდესაც მის წინააღმდეგ დაიწყეს საერთაშორისო გამოძიება და გაიცა ორდერები, ისიც პრეზიდენტი იყო ქვეყნის და არავინ ასე ვთქვათ არ ელოდა იმას, რომ ადრე თუ გვიან ის აღმოჩნდებოდა სასამართლოს წინაშე, მაგრამ ეს მოხდა. და აი თქვენ პირადად გააქვთ მოლოდინი, რომ პუტინს ჰააგა გაასამართლებს? მე ამას არ გამოვლისხავს რეალითაც. იმიტომ რომ ეს იქნება დიდწილად დამოკიდებული იმაზეც, თუ როგორ განვითარდება ვითარება საკუთრივ რუსეთში. და რუსეთი თუ შესუსტდა და იქ შეიცვალა რეჟიმი, რატომაც არა. ყველაფერი შეიძლება მოხდეს და რუსეთი არის ნამდვილად ძალიან სერიოზული კრიზისული მოვლენების წინ, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, როგორც სტრუქტურული, ასევე რეგიონალური და შინაარსობრივი ბიუჯეტის პრობლემები რუსეთის ყველამ ძალიან კარგად იცის. თუ ახლა ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ირანს ამერიკის შეერთებული შტატების დამატებითი რამოდენიმე მილიონი ბარელი ნავთობის ასე ვთქვათ მიეწოდა მსოფლიო ბაზარს, ეს დააგდებს მსოფლიო ფასებს 45-40 დოლარამდე და ბიუჯეტში, დღევანდელ ბიუჯეტში, რომელიც შეიცვალა რუსეთში და შესაბამისად დეფიციტი გაიზარდა, იმიტომ რომ 69-დან 56 დოლარამდე შეამცირეს ის ღირებულება საშუალო წრიული ნავთობის, რომელსაც ხდება დაფინანსება ბიუჯეტის, 45-ზე ჩამოვარდა, კიდევ უფრო გაართულებს ბიუჯეტურ ვითარებას და თუ ფული ვერ გადაუხადეს ჯარისკაცებს, ახლა ყველამ ვიცით იქ, რომ პუტინს ძალიან დიდი თანხები უჯდება ამ ჯარის შენახვა, თუ ახალი წარმოებები და ვერაწარმოებს ჭურვები და რაკეტები და ასე შემდეგ. მადლობთ, კიდევ ერთი ჩვენ ორ სხვადასხვა ომზე ვისაუბრეთ და ორივე ომის კონტექსტში ვახსენეთ დონალდ ტრამპი ახლა კიდევ ერთხელ უნდა დაუბრუნდეთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, თუმცა უკვე კანადის კონტექსტში, აი კანადის პრემიერ-მინისტრი აკეთებს განცხადებას, რომ დონალდ ტრამპი კანადის ანექსიით აღარ არის დაინტერესებული. აი რა მოხდა უკვე კანადასთან მიმართებაში, როგორ ფიქრობთ, რატომ გადაიფიქრა ტრამპმა, რომ კანადა ამერიკის კიდევ ერთი შტატი უნდა გამხდარიყო? ჩემთვის სხვა კითხვა უფრო აქტუალური, რატო დაიბადა საერთოდ ის კითხვა, რომ შეიძლება კანადა გამხდარიყო ამერიკის შეერთებული შტატების 51 შტატი. რატო? იმიტომ რომ კანადა არის 2 ტრილიონი დოლარის ეკონომიკის ქვეყანა, მერვე ეკონომიკაა მსოფლიოში კანადა. თან არ უნდა დავივიწყოთ, რომ კანადა არ არის მხოლოდ ერთენოვანი ქვეყანა. იქ ორი კულტურაა ერთმანეთთან შერწყმული. ინგლისური და ფრანგული. და ეხლა რეალურად რომ ვინმეს მოენდომებინა, თქვათ, კანადის შტატად ქცევა, ხო? ნუ ეს გამოიწვევდა ძალიან სერიოზულ შიგნით. თუმცა ტრამპს ჰქონდა ეს იდეა, ხო? შესაბამისად აიძულა ის, რომ ამ არ ვიცი ახლა რამდენად სერიოზულად ჰქონდა ეს იდეა და ისე რამოდენიმეჯერაც კი გაიმეორა, მაგრამ ძალიან კარგია, რა შემიძლია ვთქვა, რომ ეთყობა ამ ვიზიტის დროსაც კანადაში მანამდე, როდესაც დიდი შვიდეულის შეხვედრა იყო, ხო? იქ დარწმუნდა იმაში, რომ კანადას აქვს ძალიან სერიოზული ავტორიტეტი, რეპუტაცია, საკუთარი ადგილი საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში. მას აქვს საკუთარი გავლენის ბერკეტებიც, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებზე. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ხო? რო არ უზრუნველყოს თავისუფალი ტრანზიტი კანადამ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიიდან ალასკამდე და პირიქით ეს ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნიდა ამერიკის შეერთებულ შტატებს. მოკლედ ამასთან ერთად აუცილებლად ხაზი უნდა გაუსვათ ძალიან წიგნიერ, დაფიქრებულ, დაბალანსებულ და კარგად ჩამოყალიბებულ პოლიტიკას, რომელსაც აწარმოებდა
კანადის ახალი პრემიერ-მინისტრი არჩევის შემდგომ. მასთან შეხვედრამაც ძალიან დიდი როლი ითამაშა, მე ვფიქრობ, ტრამპის მოსაზრებაში. ყოველ შემთხვევაში ძალიან კარგია, რომ რეალობას დაუბრუნდა ამ შემთხვევაში ამერიკის ადმინისტრაცია და უარი თქვა ამ თავიდანვე განწერულ იდეაზე. ბატონ ვალერ, ბოლო კითხვა უკვე სომხეთზე მინდა დაგისვათ, მით უფრო რომ ჩვენი მეზობელი სახელმწიფოა ძალიან დაეძაბა ურთიერთობა ნიკოლ ფაშინიანს საპატრიარქოსო და სამღვდელოებასთან. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცავებმა კრიმინალური ოლიგარქიული სასულიერო პირების მასშტაბური გეგმა აღკვეთეს, რომელიც სომხეთში დესტაბილიზაციას და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ისახავდა მიზნად. აი, რატომ გადაეკიდნენ ერთმანეთს ფაშინიანი და პატრიარქი გარეგინ მეორემ ეს რომ აგვიხსნათ და რუსეთის ხელს რამდენად ხედავთ ამ ამბავში? ეს ალბათ უნდა განვიხილოთ ჩვენ მომავალ წელს დაგეგმილი გეგმიური არჩევნების კონტექსტში, შესაბამისად რუსეთისთვის სომხეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა ზოგადად და კონკრეტულად სამხრეთ კავკასიაში. იქ არის ერთადერთი ლეგალური სამხედრო ბაზა, რომელიც რუსეთს გააჩნია. რუსეთი ძალიან კარგად ხედავს იმ მანევრებს, ძალიან იმ რთულ დიპლომატიურ თამაშს, რომელშიც ჩაერთო ეხლა სომხეთი და ერთი წინადადებით ამას შეიძლება ჩვენ დავარქვათ დრეიფი დასავლეთისკენ ევროპასთან გააქტიურული ურთიერთობები ევროკავშირთან, ამერიკელებთან ხელმოწერილი სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია და ასე შემდეგ და შესაბამისად ალბათ ყველაფერი რაც ხლა დიდი დიასპორა მოსკოვში და იქ არის ძალიან სერიოზული გავლენების კერა ეს მილიარდერები, მათ შორის ეს კარაპეტიანი, რომელიც დააპატიმრეს თუ არ ვცდები, ხო? ხლა ისიც იყო სერიოზული გავლენების მატარებელი მოსკოვის. და ალბათ ეკლესიაც ასეთად მოიაზრება. მე ხლა სიმართლე გითხრათ ძალიან არა ვარ გარკვეული თქვათ ამ გარეგინ მეორეს ფიგურაში და იმაში თუ რა ატმოსფერო სუფევს შიგნით სომხურ ეკლესიაში, მაგრამ მე ძალიან კარგად მახსოვს ის ძალიან ნეგატიური შთაბეჭდილება, რომელიც მე დამრჩა დაახლოებით 10-12 წლის წინ, თუ უფრო მეტი დროის წინ გარეგინ მეორეს ოფიციალური ვიზიტის შედეგად, რომელიც საქართველოში იყო ჩამოსული. და რა თქმა უნდა, მისი მთავარი საუბრები იყო უწმინდესთან და უნეტარესთან, ილია მეორესთან და ჩვენი პატრიარქის უპირობო ავტორიტეტი საზოგადოებაში კარგად არის ცნობილი, ხომ და საყოველთაო პატივისცემა და სიყვარული მის მიმართ. აი მე რომ ამ პირდაპირ კადრებს უყურე, მათი შეხვედრის ის ტონი, ის ქცევა, მიმართვები ჩვენი პატრიარქის მიმართ, რაშიც თავის თავს უფლება მისცა გარეგინ მეორე. ძალიან უარყოფითი შთაბეჭდილება დამიტოვა. იმიტომ რომ ეს იყო ძალიან ისეთი დაბალი კულტურის სტანდარტების გამოვლინება. საბოლოო ჯამში ეს ამან ნამდვილად ძალიან ცუდი შთაბეჭდილება. სომხეთმა საბოლოო ჯამში ევროპისკენ დაიწყო ყურება, რამდენად ელოდება მას რუსეთის მხრიდან წინააღმდეგობები ამ გზაზე? ეხლა წინააღმდეგობები ელოდება, რა თქმა უნდა, როდესაც ადრე რუსები რიტორიკულად ამბობდნენ, რომ ჩვენი მთავარი პრობლემა არის ნატო და ევროკავშირთან დაახლოება, არავით არ პრობლემას არ წარმოადგენს, ცრუობდნენ ამაში. იმიტომ რომ მთავარი პრობლემა მათთვის არის ზუსტად ევროკავშირი, იმიტომ რომ ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დანერგვას, დემოკრატიას და ასე შემდეგ, ხო? და ეს სივრცე პრაქტიკულად უკვე გამორიცხავს ნეგატიურ გავლენებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ამიტომ ევროკავშირი ნამდვილად სხვათა შორის ახლა ბოლო პერიოდში ახლა რამოდენიმე დღის წინ მედვედევმა ეს პირდაპირ აღიარა. რომ არა მხოლოდ ნატო, არამედ ევროკავშირიც არის ეს გაკეთა ეს განცხადება და სხვათა შორის ამის გამო დაიწყო ღირსების რევოლუცია უკრაინაში, იმიტომ რომ რუსეთმა პირდაპირ აუგრძალა იანუკოვიჩის მაშინ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა და სარქსიანს დააძალა ეს. ხო, ეს ძალიან კარგად გვახსოვს, მაგრამ ეხლა ეს არის ძალიან რთული დიპლომატიური თამაში, იმიტომ რომ ეკონომიკურად პირველ რიგში ძალიან არის დამოკიდებული სომხეთი რუსეთის ფედერაციაზე. მაგრამ მე ვფიქრობ, თვისებრივად შეიცვლება ვითარება მას შემდეგ, რაც სომხეთი ხელს მოაწერს სამშვიდობო ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან
ეს გახსნის საზღვრებს როგორც აზერბაიჯანთან, ასევე თურქეთთან და ეკონომიკას მიეცემა აბსოლუტურად განსხვავებული შესაძლებლობები განვითარების. მადლობა ბატონ ვალერს. შემცირდება რუსეთის გავლენებიც ისევე სომხეთში, როგორც მადლობა ბატონ ვალერს სტუმრობისთვის და იმისთვის, რომ მსოფლიო პოლიტიკური პერიპეტიები შეაჯამეთ და შეაფასეთ ჩვენთან ერთად. დღეს დაგემშვიდობებით ვალერი ჩეჩელაშვილი პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ახლა რეკლამის შემდეგ საქართველოს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი სანდრო ბარამიძე იქნება ჩვენი სტუმარი, ასე რომ დაგვაუწყდით. მაშასე რეკლამის შემდეგ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში გვერდდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერი სანდრო ბარამიძე ჩვენთან ერთად. შესაბამისად მივესალმები სტუმარს, გამარჯობა ბატონ სანდრო და მადლობა რომ შემოგვერთით. მადლობა რომ მომიწვიეთ. ბატონ სანდრო, გადაცემის ამ ნაწილში ძირითადად ის საკანონმდებლო ინიციატივები მინდა შევაფასოთ, რაზეც ახლა მუშაობს ქართული ოცნება, თუმცა იქამდე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ყავს დაპატიმრებული, ამიტომ თავდაპირველად ამ მოცემულობაზეც გაგვიზიარეთ თქვენი შეფასება. ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ირაკლი ოქროაშვილი აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ფარგლებში იმყოფებიან ციხეში, ხოლო ზურაბ ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის, ასევე გიორგი ვაშაძის საქმეებზე უკვე დადგა პატიმრობის განაჩენი. აი პოლიტიკური კრიზისის რა ფაზაში შევედით და რა სახეს აჩვენებს ახლა ქართული ოცნება? ეს არის სრულმასშტაბიანი დიქტატურა, დე-ფაქტო ხელისუფლება ახორციელებს ფრონტალურ შეტევას, ერთდროულად სამი მიმართულებით, სამივე დემოკრატიის, ასე ვთქვათ, ფუნდამენტური საყრდანის წინააღმდეგ. ესენია პოლიტიკური პარტიები, ეს არის სამოქალაქო საზოგადოება და კრიტიკული მედია. ყველას მიმართ ეს შეტევა ხორციელდება როგორც საკანონმდებლო თვალსაზრისით, იმიტომ რომ უკვე მიღებულია კანონები, ანტიდემოკრატიული, სამართლის უზენაესობის ელემენტარული პრინციპების დამრღვევი და აი ამ კანონების საფუძველზე ხორციელდება აღმასრულებელი და ასე ვთქვათ, სასამართლო ხელისუფლების მიერ განხორციელებული ანტიდემოკრატიული ქმედებები. ამას ხედავთ ზუსტად ჩვენ უკვე თვალსაჩინოა პოლიტიკური პარტიების მიმართ, იმიტომ რომ არაერთი პოლიტიკური ლიდერი უკვე არის ციხეში, ზოგი განაჩენით, ზოგი ელოდება განაჩენს, მაგრამ ცხადია, რომ ვინც ელოდება განაჩენს, იმათაც იგივე ასე ვთქვათ, ვერდიქტს გამოუტანს მორუსიძე ჩინჩალაძის სასამართლო, როგორც უკვე გამოიტანა ხაზარაძე ჯაფარიძის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის წინააღმდეგ. შესაბამისად, ეს არის უპრეცედენტოდ, ასე ვთქვათ, რეპრესიული რეჟიმი, რომლის მსგავსი ჩვენ არ გქონია, საქართველოში არ გქონია 1920-30-იანი წლების შემდგომ, ასე ვთქვათ, მასშტაბები და სისასტიკის ხარისხი შესაძლოა კი არა, ისეთი ცხადი არ არის, როგორც 20-30-იან წლებში, მაგრამ ასეთი მასშტაბის სისასტიკე მათ არ ჭირდებათ, მათ ჭირდებათ უბრალოდ სამი, ასე ვთქვათ, მთავარი დემოკრატიის საყრდენის ლიდერების გაუქმება ან ციხეში ყოფნა და ეს საკმარისია იმისთვის მათი აზრით, რომ საზოგადოებას შეეშინდეს და გაჩუნდეს. და სამი ფუნდამენტური საყრდენის მიმართ შეტევაზე საუბრობთ და სწორედ ამ კონტექსტში მინდა დაგისვათ კიდევ ერთი კითხვა არის მოლოდინი, რომ როცა ხელისუფლება ასე ვთქვათ აქტიური პოლიტიკური ოპონენტების ციხეში გამოკეტვას დაასრულებს, გადავა სწორედ არასამთავრობო სექტორზე, სხვა შორის მესამე სექტორის რამდენიმე წარმომადგენლის სახელი და გვარი გუშინ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე გაჟღერდა, სადაც განიხილავდნენ იმას, როგორ მუშაობენ ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები საერთაშორისო ფლანგზე საქართველოს ინტერესების საზიანოდ. შესაბამისად, აი ელოდებით თუ არა, რომ პოლიცია ხელბორკილებით არასამთავრობო მესამე სექტორთანაც მივა. უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ინტერესების საზიანოდ მოქმედებს ეს დე-ფაქტო რეჟიმი. იმიტომ რომ ყველაფერს აკეთებს და აქამდეც გააკეთა და განაგრძობს ამის კეთებას, რომ საქართველოს აღმოჩნდას იზოლაციაში დემოკრატიული სამყაროსგან და ყველაფერი გააკეთეს მათ საკანონმდებლო დონეზეც, აღმასრულებელ დონეზეც და სასამართლო ხელისუფლების დონეზეც, რომ ელემენტარული პრინციპები, რომლებზეც არის დაფუძნებული ევროკავშირი, სხვა დემოკრატიული ქვეყნების შეერთებული შტატები, მათ შორის დიდი ბრიტანეთი და სხვა
ქვეყნები აი ეს სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, დემოკრატიის, პოლიტიკური პლურალიზმის ელემენტარული პრინციპები მათ მოსპეს და ახლა უნდათ რომ ეს ყველაფერი დააბრალონ ვინმე სხვას, მაგრამ ამას გასაკურველია ამითი არავინ არ მოტყუდება, თვითონ ისინი არიან პასუხისმგებელი ერთობლივად და თითოეული ცალკე აღებული აქტის გამო, რომელიც მათ განახორციელეს და რომელიც ქვეყანაში სპობს დემოკრატიას და აშორებს ჩვენ ქვეყანას თავის ისტორიულ განვითარებას და ცივილიზებულ სამყაროს. ეს ერთი. რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას. ის სიგნალია ის, რომ თუნდაც გუშინდელს ხდომაზე საგამოძიებო კომისიის ხდომას გულისხმობ, პოლიტიკოსების სახელებსა და გვარებთან ერთად გაიჟღერა არასამთავრობო არ ვიცი, რის სიგნალია დაველოდოთ და ვნახოთ. რის სიგნალია. კარგს მათგან ცხადე არაფერს არ უნდა ელოდო. მაგრამ ასეთი მარტივი ჩვენ წინააღმდეგ შეტევა არ იქნება. ეს შეტევა სინამდვილეში დაწყებულია, მოგეხსენებათ, რომ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ, მათ შორის ჩვენი ორგანიზაციის საერთაშორისო გამჭვირვალობის მიმართ, ეგრეთ წოდებული ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა კუპრაშვილმა შეიტანა ანტიკორუფციულის გარდა ყველაფერია ეს კორუფციის დამწავი ბიუროა სინამდვილეში შეიტანა სასამართლოს შუამდგომობა და სასამართლოებმა მისი შუამდგომობები ეგრეთ წოდებული ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე დააკმაყოფილეს, თუმცა ჩვენ შვიდივემ გავასაჩივრეთ ეს სასამართლოს პირველი ინსტანციის სასამართლოების ბრძანებები და ველოდებით სააპელაციო სასამართლოს განჩინებებს. კარგს ხადია ისევ და ისევ მურუსიძეს ჩინჩალაძის სასამართლოსგან არაფერს ველით, მაგრამ ასე მარტივი ჩვენთან ბრძოლა თუნდაც იურიდიული თვალსაზრისით არ არის სრულებითაც არ არის მარტივი. აქედან გამომდინარე, ნახოთ რა გაუვათ, როგორ გაუვათ, როგორ წავლენ კიდევ უფრო შორს. კარგია, ბატონ სანდრო, რაც შეეხება ქართული ოცნების კანონშემოქმედებით საქმიანობას, ამაზეც მინდა ვისაუბროთ. რამდენიმე ცვლილებაა ყურადღების ცენტრში, რომელსაც მმართველი პარტია ამზადებს და ამიტომ დავუთმოთ ამ თემასაც რამდენიმე წუთი. პირველ რიგში კი საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი არაერთი ცვლილება, აი მაგალითად ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი არის ის, რომ იკრძალება როგორც სასამართლოს შენობაში და დარბაზში, ისე სასამართლოს ეზოში ფოტო-ვიდეო გადაღება. ახლა ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ფოტო-ვიდეო გადაღება არ აქვს არც დემოკრატიული ქვეყნების ნაწილს, მათ შორის არც ამერიკის შეერთებულ შტატებს და მიუთითებენ, რომ ამერიკაში საერთოდ მხატვარი უზით სასამართლოს ხდომებს. აი რა მიზანი აქვს თქვენი აზრით ამ შეზღუდვას და რატომ ჩათვალა ქართულმა ოცნებამ, რომ ამერიკის ეს მაგალითი, როდესაც მხატვრის მიერ ხდება სასამართლო პროცესის აღწერა, სწორედ ახლა უნდა გადმოიღო. ხატვარი არ არის მთავარი არის ის, რომ ამერიკაში არსებობს სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მართლმსაჯულების სისტემა, ამაზე მეტყველებს ხარისხი მართლმსაჯულებისა, რომელსაც ახორციელებენ ამერიკული სასამართლოები, დაწყებული ყველაზე ქვედა ინსტანციაში, რომელიმე შტატის ყველაზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთი, დამთავრებული ქვეყნის უზენაესი სასამართლოთი, რომელიც არის იმავე დროს ფაქტიურად საკონსტიტუციო სასამართლოც არც ერთ ხელისუფალს თვითნებობა ამ მართლმსაჯულების პირობებში შეერთებულ შტატებში არ გასულია. აქედან გამომდინარე, მხატვარი კი არ არის მთავარია, რამდენად შეიძლება საერთოდ შეედაროს მურუსიძე ჩინჩალაძის სასამართლო ამერიკულ მართლმსაჯულებას. რასაკვირველია, უბრალოდ საერთო არაფერია, ამერიკული მართლმსაჯულება ეს არის მართლმსაჯულება, ქართული მართლმსაჯულება ეს არის ყურმოჭრილი ყმა. ასე თქვათ, ხელისუფლების პოლიტიკური ნებისა და ეს არაერთ გადაწყვეტილებაში არის დამტკიცებული და ტყუილად მოეცდებიან ამის, ასე თქვათ, გაქარწყლებას. ახლა რაც შეეხება, ასე თქვათ, საჯაროობას და საქვეყნოობას მართლმსაჯულების პროცესში. ამ მხრივ საქართველოს კანონმდებლობა იყო ერთ-ერთი საუკეთესო და ის რომ ეს ასეთი იყო საქვეყნოობის და საჯაროობის უზრუნველყოფის მხრივ, მათ შორის ტელეგადაღების მხრივ და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ქართული ოცნების ხელისუფლების გარეჯრაზე განხორციელდა, მათ შორის ცვლილებებით, ამ სახის ცვლილებებით საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, სხვათა შორის ჩემი ხელმძღვანელობით დაიწერა მაშინ ეს ცვლილებები
და მე წარვადგინე ესულებები მაშინ პარლამენტში და იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოზიციაზე. დიახ, და იმიტომ რომ ჩემი მეთვალყურეობის და კურაციის ქვეშ იყო სწორედ სამართლის შემოქმედებაც სხვა მიმართულებებთან ერთად. ასევე მე ვიყავი ჩემი ასე ვთქვათ თანამშრომლებთან ერთად ის ადამიანი, რომელიც წერდა მართლმსაჯულების ასე ვთქვათ რეფორმის ტალღებს, განსაკუთრებით ამ მხრივ პირველი ტალღის რეფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც შეიცვალა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი, მისი სტრუქტურა, შემოვიდა იქ სამოქალაქო საზოგადოების როლი ძალიან მაღალ დონეზე, ეს ყველაფერი მოწონებული იქნება ვენეციის კომისიის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ, ასევე სხვა ცვლილებებიც იქნა მიღებული. რა შეიცვალა ბატონ სანდრო 13 წლის ყველაფერი არის ნიველირებული. ფოტო-ვიდეო გადაღების აკრძალვაზე ვსაუბრობთ, აი ქართულ ოცნებაში ისევ მედიის წარმომადგენლებს და სამოქალაქო აქტივისტებს აბრალებენ ამ აკრძალვის შემოღებას. გუშინ გაკეთდა კომენტარი მართლ პარტიაში. შეხედეთ ბოლო წლების განმავლობაში მიზანმიმართულად რა ცირკს აწყობდნენ სასამართლო თავდაცვის. ბოლშევიკებიც ასე აბრალებდნენ ვიღაცას სხვას. რამდენად შექმნეს ჟურნალისტებმა სამოქალაქო აქტივისტებმა საფუძველი, რომ ქართულ ოცნებას ეს შეზღუდვა შემოეღო. არავით არის საფუძველი, არავის არ შეუქმნია, ქართული ოცნება უბრალოდ ამყარებს სრულმასშტაბიან დიქტატურას და ცხადია, არავით არის საქვეყნოობა, სასამართლოში არ ჭირდება, იმიტომ რომ არავინ არ დაინახოს, როგორ ახორციელებენ სრულ მართლმსაჯულებას, მართლმსაჯულების შარჟს და ფარსს მურუსიძე ჩინჩალაძის მიერ დანიშნული მოსამართლეები. ეს რო არ დაინახოს საზოგადოებამ, ეს რო არ შემორჩეს მეხსიერებას, ეს რო არ შემორჩეს ისტორიას და არქივს დოკუმენტების სახით, აი სწორედ ამისთვის ხურავენ და რაც შეეხება გადაბრალებას, ბოლშევიკებიც ასე სხვას აბრალებდნენ მუდმივად თავიანთ ასე თქვათ დიქტატურას. ბატონ სანდრო, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში სხვა არაერთი ცვლილებაც შედის, ცოტა დრო გრჩება და ყველა მათგანზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა კიდევ ერთ ცვლილებაზე მინდა დაგისვათ კითხვა, მაგალითად, აი ნებისმიერი ხასიათის ღონისძიებაში იქნება ეს ვიზიტი, საქმიანი შეხვედრა, ვორქშოპი, კონფერენცია, ტრენინგი, ლექცია, სემინარი თუ სხვა მოსამართლის ჩართვის საკითხს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გადაწყვეტს და არა თავად მოსამართლე, ასევე კანონში დაგეგმილი ცვლილებით მოსამართლის მიერ სამოსამართლეო საქმიანობასთან დაკავშირებული მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება, ასევე სასამართლო სისტემაში არსებული ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური და დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაც უქმდება, რაც 1 სექტემბრიდან არის დაგეგმილი, დამოუკიდებელი ინსპექტორის ფუნქციებს კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი შეასრულებს. არ ვიცი, ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის ხარისხის შემცირება თუ რასთან მივდივართ? აი ამ შემთხვევაში რაში ჭირდება? ეს არის უბრალოდ მუქარა, უბრალოდ ხარისხის შემცირება კი არ არის. ეს არის ღია მუქარა, რომ გაბედავთ და რაღაცა მცირედით მაინც ჩვენს დიქტატს, ჩვენს კარნახს რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ ამა თუ იმ საქმეზე გადაუხვევთ და თქვენ ასე თქვათ, საერთოდ თუ არ დაკარგავთ მოსამართლის სტატუსს, რაღაც თქვათ ცენტრალური უბნებიდან გადაგასახლებთ სადღაც პერიფერიულ რაიონებში და ასე შემდეგ. ეს არის ღია მუქარა, მიუხედავად იმისა, რომ კლანი, მურუსიძე ჩინჩალაძის კლანი de facto აბსოლუტურად აკონტროლებს მართლმსაჯულების სისტემას, იმისათვის რომ არ მოხდეს მაგალითად ისეთი შემთხვევები, რომელიც არჩევნების შემდეგ ჩვენ მივიღეთ თეთრი წყაროს რაიონულ სასამართლოში, როდესაც 350 სარჩელიდან ერთი დაკმაყოფილ და ერთი ცალკე აღებული მოსამართლის მიერ, აი ასეთ შემთხვევებს რო არ ქონდეს ადგილი, ზუსტად ეს არის. რატომ აძლიერებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს? მაშინ ამასაც კითხავთ და რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვახსენეთ, აქვე კიდევ ერთი კითხვა იმ კონტექსტში, რომ იცვლება თვითონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესით, კერძოდ 15 წევრისგან შემდგარი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პარლამენტი 5 წევრის ნაცვლად, მხოლოდ 2 წევრს აირჩევს, საბჭოში მოსამართლეთა რაოდენობა კი იზრდება, საბჭო 9 მოსამართლე წევრის ნაცვლად 12 მოსამართლით იქნება. ეს არის ის, რაც მოგახსენეთ, ყველაფერი რაც იყო რეფორმების დროს განხორციელებული, ეს ამის ყველაფრის გაუქმება, ამის ყველაფრის ნიველირება ხდება და რატომ იუსტიციის საბჭოს? იმიტომ რომ იუსტიციის საბჭოა ის ორგანო, რომლის მეშვეობითაც აკონტროლებს ივანიშვილი
იქ ყავს თავისი მთავარი ხალხი და ის მთავარი ხალხი იუსტიციის საბჭოს მეშვეობით აკონტროლებს ყველა დანარჩენ მოსამართლეს. ყველაფერი ცხადია და ყველაფერი არის ზედაპირზე. და ბოლო კითხვა კიდევ ერთ ცვლილებაზე, კიდევ ერთ კანონში ცვლილებებზე 85 ხმით არც ერთის წინააღმდეგ იქნა გუშინ პირველი მოსმენით მიღებული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებებიც როგორც ცნობილია მართლ პარტიას ეს ცვლილებებიც ასე ვთქვათ ამ ცვლილებებსაც დაჩქარებული პროცედურით განიხილავს. არ ვიცი, მაყურებელს აქვს ინფორმაცია და ამ ცვლილებების შინაარსს, როცა არ გვაქვს მიწურება ჩვენი გადაცემისთვის განკუთვნილი დრო, ამიტომ აღარ ასე ვთქვათ განმარტავ რას ითვალისწინებს, ამიტომ პირდაპირ გკითხავთ და გკითხავთ ძალიან მარტივად. ამ ცვლილებებზე რა არის თქვენი სათქმელი? ხელისუფლების რა მიზანს ხედავთ უკვე ამ ყველაფრის უკან? ხელისუფლებას აღიზიანებს სიტყვის თავისუფლება, საზოგადოებისთვის სიმართლის თქმა. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური კანონი, რომელიც საქართველოში არსებობდა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების სფეროში, ლიბერალური არა მარტო რეგიონის, ფართო რეგიონის მასშტაბით, იმიტომ რომ იქ იყო სიტყვის თავისუფლების სფეროში ევროპული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ამერიკის შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოს საერთო საუკეთესო პრაქტიკა იყო ფაქტიურად კოდიფიცირებული ამ კანონში. ეს ყველაფერი უქმდება, მაგალითად კისების ტვირთი თუ კი იყო მოსარჩელეზე, ეხლა გადადის მოპასუხეზე, ვიღაცა გიჩივლებს, რომ შენმე ცილი დამწამე და მე შენ უნდა ამტკიცო, რომ არა არ დამიწამია ცილი. ეს არის მოკლედ და იქ ბევრი რამე უქმდება კიდე. ბატონო. მადლობა ბატონ სანდრო იმისთვის რომ იყავით ჩვენი სტუმარი, დაგემშვიდობებით. სანდრო ბარამიძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ახლა უბრალოდ რეკლამა კი არა და დაცრულებულია დღის ნიუსრუმი, თუმცა მხოლოდ რამდენიმე საათით დაგემშვიდობებით. დღეს ხუთშაბათია, შესაბამისად საღამოს 9:09 უკვე თავისუფალ სტუდიაში შევხვდებით ერთმანეთს. ასე რომ დროებით.